Telecompanija Imedi და Prime Show სტუდია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით. დღეს ოთხშაბათია და Prime Show ტელეკომპანია Imedi-ის ეთერშია. დღეს ჩვენ საუბრობთ კავშირზე, რომელიც ჩვენს DNM-შია ჩაწერილი. დედმამიშვილობა ის საყდენია, რომლის გარეშეც ბევრისთვის დიდი სცენა თუ სპორტული არენა წარმოუდგენელი იქნებოდა. დღეს ჩვენ შევეცდებით გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს ფენომენი ცნობილ ადამიანებში და როგორ იცვლება ურთიერთობები მაშინ, როდესაც ოჯახურ სივრცეს საჯაროობა ანაცვლებს. ჩვენ სტუდიაში არიან დაძმები, რომელთაგან ზოგიერთი კამერების წინ დღეს პირველად აღმოჩნდება. პირველი თვალში რაც მეცა სტუდიაში რაც როგორც შემოვედი, იყო ლევან საგინაშვილი თავის ძმასთან ერთად, ვახტანგთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან შთამბეჭდავია მათი ნახვა კონტრასტი. ხო, შთამბეჭდავია ამ კონტრასტის ნახვა და ის რაღაც სულის ამოძახილივით მქონდა, რომ ამ ხელა რანაირად გაიზარდე. ლევან შენი ძმის ფონზე, რომელსაც პრინციპში ესე შენ გვერდით რო არ დადგე, არაფრით არ გამოირჩევა. ჩვენგან თვითონაც წეგან კულისებს გამაწვევს ჩემი ძმაო და თვითონაც ეცინებოდა. აი მოდი მოგვიყევით. მოდი პირდაპირ ვახტანგთან გადავალ კითხვით. რატო ჩაგრავდი ლევანს? და უფროსი რომელია და უმცროსი რომელია? აი მაგის კითხვა მინდა, მეც უფროსი რომელია, უმცროსი რომელია და ზოგადად მოყევით თქვენი ძმობის შესახებ. უფროსი ვარ მე. 3 წლით უფროსი ვარ. ჩვენი ძმობის შესახებ. იჯერებს ხოლმე? ეხლა აღარ. მაგრამ იყო დრო რომ მიჯერებდა კი. ეხლა ვეღარ ხო? კი, ეხლა შეიცვალა. ეხლა პირიქით ხდება. ძმობა ყოველთვის ისეთი მქონდა. კარგი ძმობა მქონდა, იშვიათად ჩხუბობდით ბავშვობაშიც. თუმცა თუ ჩხუბობდით მე ვერეოდი ხოლმე, მაგრამ ეხლა ეგეც შეიცვალა. ანუ როდის მოხდა ის გარდატეხა, როცა მიხვდა რომ გერევა? ალბათ 16 წლის მანამდე მორჩილი იყო? კი. უიმე, რას მეუბნებ? ყველაფერთან ერთად ასევე საინტერესოა მოლოდინი ჰქონდა თუ არა იმის რა გამოვიდოდა ლევანისგან. აი დღეს რაც არის, როგორც მას ანუ მარტო ჩვენი საზოგადოება კი არა, მსოფლიო საზოგადოება იცნობს მსოფლიო ჩემპიონს, ხო? ანუ ჰქონდა ამის მოლოდინი, მისი შემხედვარე, რომ შენი ძმა იზრდებოდა მსოფლიო ჩემპიონს. როცა ვარჯიში დაიწყო, პირადად მე დავცინოდი, იმიტომ რომ ნამდვილად ან პირველად კლავჭიდის შესახებ საერთოდ არაფერი არ ვიცოდით ფაქტიურად და ოჯახშიც ისეთი არასერიოზული დამოკიდებულება გქონდა. ლევან, მოდი ცოტა უფრო ცლად მოგვიყევი თქვენი დამოკიდებულების შესახებ და მოდი შენ შესახებ ეხლა შევთანხმდეთ საზოგადოება მიცის და შენზე ნაკლები ვილაპარაკოთ, შენ ძმაზე მოგვიყევი ვახტანგს. სულ მიწევს მტკიცება რომ ჩემი ძმა არის, ანუ ძმები რო ვართ, მაგას პირველ თქმაზე არავის არ ჯერა. ხო და რაღაც საბუთი კვების რეჟიმი სხვადასხვა გქონდათ? ანუ თქვენ რას გაჭმევთ, ძმას რას აჭმევდნენ სახლში? აი ეს მაინტერესებს. ჩემზე მეც ჭამს სხვათა შორის. ხო არა? მართლა? სხვათა შორის ბევრი ინტერესთა, საერთო ინტერესები ბევრი არა გვაქვს, ალბათ გამოვარჩევა, ალბათ ფეხბურთი და ფილმები ალბათ. სხვა დანარჩენი, ანუ ძალიან სხვადასხვა ინტერესები გვაქვს ცხოვრებაში, მაგალითად ახლა მე ეს ძალისმიერი სპორტი შემიყვარდა, ავტომობილებზე, ასე ვთქვათ, მაბოდებს ბავშვობიდან და ჩემი ძმა ეხლა იღებს, ცდილობს რომ პრავა აიღოს მართვის მოწვა ბოდიში, იმიტომ რომ თავის ცოლი აძალებს, რომ ფეხბურთით არის და რამე რო იყოს, ხო უნდა წამიყვანო. ხო და მე კიდე რავი, ალბათ 10 წლის ვიყავი უკვე მანქანა რო დამყავდა და. როგორია ვახტანგი მოგვიყევი? ფიცებები. ბავშვობაში მახსოვს რომ ძალიან ფიცხი იყო, თუმცა ეხლა უფრო ესეთი არის, დაღვინებული ასე ვთქვათ. და აი როცა ჩაგრავდა რას აკეთებდი?
ანუ თან იმით ჩაგრავდა ხოლმე მე უფროსი ძმა ვარო და შენ პატარა ხარო და დამიჯერო ყველაფერია და დაჩაგრული ვიყავი და ვერაფრით ხო მაღაზიაში მე ჩავდიოდი ჩაგრავდნენ მე რო გავიზარდე ასე ვთქვათ ერთხელაც ცოტა უკვე გაზდელი ვიყავი და ესე რომ მოვკიდე ხელი და საწყალ თვალებით რომ შემომხედა მიხდა რომ ვსო გავიდა მაღაზიაში ის დრო დამთავრდა ხო ანუ ვსო იმ დრო ჩაიარა და ვსო სულ უზნობ რომ ძალიან დიდ პატივს წევს და ძალიან ამაყობს ჩემით იმიტომ რომ აი როგორც აღნიშნა თავიდან ძალიან არასერიოზულად უყურებდნენ ჩემ ამ სპორტულ წამოწყებას ასე ვთქვათ კლავჭიც რა და შემდეგ ასე ვთქვათ იმდეს მივახციე რომ აი ძალიან ხშირად გვინახავს ხოლმე ფილმებში, როდესაც რაღაც ძალოვანი სპორტია, ხო, ჩხუბია და როცა გამოდის არენაზე სპორტსმენი და იქ ძმა ხშირად თუ ფილმში არის ხოლმე, რომ ძმა ყავს, ძმა მოყვება, მოძებს, ამხნევებს. თქვენ შემთხვევაში თუ არის ასეთი გამამხნევებელი, ვთქვათ, ერთად გასვლა, ერთად მისვლა, იჟინა. შეჯიბზე თუ დაყვები ხოლმე, ეგ საინტერესოა. კი, ეხა ერთი წლის წინ იყო თურქეთში შეჯიბრზე და რა ვიცი, ცუდად გაგვიხდა იქ და მაგის მერე უთხარი რომ აღარ წამოხვიდე მეთქი. თუ რატომ გახდით ცუდად? ნერვიულობით კი. ლევანი აი როგორია ხო? ყიჟინას წევს მართლა მთელ სოფლიოს და ეშინია მას კალიების, წერების ზოგადად. აი ამ შემთხვევაში ძმამ ამ შემთხვევაში აღარ გეშინია, ეხა ისე დაფიქრდი რომ აღარ გეშინია თითქოს. საიდან იცის ალბათ, მაგრამ ჩვენთან იყო ერთხელ და ანუ ეს ბავშვობიდან აქეშიში და ძალიან ხშირად ვიყენებდი ხოლმე ბავშვობაში. იყენებდით ხო ამას? იარაღად, აი ეს მაინტერესებდა. ანუ თქვენ არ გაქვთ მაგიში. ვაჯობეთ მაგაში. შეგიძლიათ რამე რაღაცაში ვაჯობ. ისტორია მოყვეთ რამე მაგალითად რაში გამოიყენეთ? ერთხელ მოვატყუე რომ კალია გაზის მეთქი და მართლა ისეთ სუდად გახდა რომ მე აღარ მოგიტყუებია. ხო, იმის მერე აღარ მიქრია ეგეთი რაღაცა. ვეძებდი. მადლობა ძმებს საგინაშვილებს, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთან არის კიდევ ერთი დუეტი, ასე ვთქვათ, ძმების ძალიან სიმპათიური, ძალიან ნიჭიერი და ძალიან წარმატებული ძმები კემულარიები. ხო, აი რო შეხედავ პირდაპირ ესეთები არიან. ბექა და საბა კემულარიები, გამარჯობა. მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმრები ხართ. თქვენ ორივე ხართ მომღერლები, თუმცა სხვადასხვა ანსამბლებში მღერით. ასაკითაც რაღაცა დიდი სხვაობა თქვენ შორის არ არის. მოგვიყევით თქვენი ძმობის შესახებ, აი ბავშვობიდან თუ იყავით საუკეთესო მეგობრები, ან პირიქით ხანდახან არის ხო რაღაც შეჯიბრის მომენტი აქვს თითქოს მშობლებთანაც, რა მე უფრო მაგარი ვარ, უფრო კარგად ვსწავლობ, ის რაღაც დაბეზღების მომენტი სულ პატარა ასაკში. აი ამაზე რომ მოგვიყვეთ თქვენი ურთიერთობა. მოგესალმებით, არასდროს შეჯიბრობი რაღაც ერთმანეთს მეკაი შენ ცუდი ესეთი არასდროს არ გქონია და ბედნიერები ვართ რომ რაღაცნაირად ერთ საქმეს ვემსახურებით, ერთადაც ვღერით, გალობთ. ბედნიერი აქ სოფო დამეთანხმება, რამხელა ბედნიერებაა, როცა ერთ პროფესიას ემსახურება დედმამიშვილი და როგორი იყო შემთხვევაში ვერ იტყვი, რომელია უფროსი, რომელია უმცროსი, რაღაცა ერთნაირად. ყოველთვის ბექაზე ამბობენ, სხვა შორის უფროსი ბექა გონიათ. არ არის უფროსი, ხო, უმცროსია. ბავშვობიდან მინდა ერთი გავიხსენო პატარა ის როგორი ძმობა გვაქვს და როგორი ამნიშნულობა აქვს ჩემთვის, ჩემთვის წელიწად ნახევარია სხვაობა. ტოლები ხართ ფაქტიურად. ფაქტიურად, კი, რაღაცა უბანში ფეხბურთს თამაშობდით და სხვა უბნელებთან და რაღაცა პატარა ძირითადად მე ვიყავი ხოლმე ბუნტის თავი და პატარა კონფლიქტი მომივიდა და როდესაც განვითარდა მოვლენები, უკან რომ მოვიხედე არავინ აღარ იყო და გვერდით გავი მარტო ჩემი ძმა იდგა რა და იმის მერე აქვს ცხვირის გამრუდება, ცხვირზე და ზგიდეზე გამრუდება და ბედნიერებაა, როცა ესეთი ძმა გყავს, როგორც ჩემი ძმა არის, რომელსაც თვალდახუჭული შემიძლია გავყვე აი აბსოლუტურად ყველგან და ხო არ იტყოდი რამეს ვიქ. კი, ხშირად ყოფილა შემთხვევა მსგავსი, რომ ხელი ხელჩაკიდებული გვივლია მარტო ცხვირი არ ყბის სახს არის დაზიანებული მქონდა მას სხვათა შორის ძალიან მაგრავს εμის მახსოვს დათიდებული მარტო შენ გიზიანდებოდა ორგანოები, შენ არაფერი. ისე ძროები. აი ესე ურთილებოდი, აი ესე უდუნებით. მეც კარგად. კი, ძალიან ტკბილი მოგონებები გვაკავშირებს
ბავშვობასთან მით უმეტეს ჩვენი ქალაქი ზუგდიდი, სადაც ჩვენ გავიზარდეთ, აღვიზარდეთ, ავიდგით ფეხი. სკოლაშიც ერთად დავდიოდით, სიმღერაზეც ერთად დავდიოდით, ერთად გალობდით ტაძარში და მოკლედ აი ეს ხელი ხელჩაკიდებული, როგორც ეგამ თქვია, ესე მოვდივართ მთელი ცხოვრება. თუმცა ის სხვადასხვა ანსამბლებში მღერით, მაინც მე თავიდანვე ვთქვი, არ გინდათ ხოლმე რომ თქვა თან ერთ ანსამბლში იყოთ, ან ამ შემთხვევაში აი პროფესიულ კითხვასაც დაგისვამთ, რომ ან ერთს აქვს კონცერტი, ან მეორეს ემზადებით, ან უკვე იყო კონცერტი და ეს შეფასებები, რჩევები, დარიგება რაღაცა შემდეგ ამ თემაზე გაზიარება თქვენი თუნდაც ემოციის, თუნდაც გამოცდილების. კი ბატონო, სხვათა შორის ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ ერთმანეთის, როგორც პარტერიდან ვადევნებთ ერთმანეთს თუ ალყურს ჩვენს კონცერტებზე, ასევე კულისებიდანაც ხშირად გულშემატკივრობთ ერთმანეთს. სხვადასხვა ანსამბლებში გემღერი, თუმცა თანაკვეთა ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად გვაქვს. გიჩხუბიათ ისე ბავშვობაში? აუ, ძალიან ბევრჯერ. ცემდით ხოლმე ერთმანეთს? ბევრჯერ. პირველი რომელი ვიდეოდაში? ანრი მკითხა, შენ არ დაზიანებულ ხარო და ერთხელ ისე აი რაღაცნაირად ძალიან დამაზიანა, აი მხოლოდ კი მერეოდა. და იმის მერე გაიყავით ანსამბლებში. კი მე. ძალიან დიდი მადლობა. უმეტესი მადლობა. ახლა კი გვაქვს კლიპის პრემიერა, კესო გაფრინდაშვილი და ძმები საბა და ბექა კემულარიები. მოდით ვნახოთ. ჭადრაკის დაფართ ქცეულ მიწაზე არ აქვს დიდი სიცოცხლე პაის არ აქვს დიდი სიცოცხლე პაის მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც გამოხტულია კეთილის სიზნით ემორჩილება დედოფლის კრემას ყველა პაიკი მეფისთვის სიზნის ყველა პაიკი მეფისთვის კრემა მაგრამ ადრე თუ გვიან მეფეს და პაიკს ერთ ხუთში ხრიან ერთ ძირე ხუთში ერთად დავსდება აზრის სიმართლე ჯობი ოცნება ერთ ძირე ხუთში ერთად დავსდება აზრის სიმართლე ჯობი ოცნება არის უთუო რაღაც გასება ამ ჭადრაკსა და იმ ჭადრაკს შორის ჩვენ რომ თამაშობთ ყოველთვის ყველგან გულდაჭერებით და ნამზადებით და მასზე შევა პატარა სევდა პაიკი სევდა სხვა არაფერი მაგრამ ადრე თუ გვიან მეფეს და პაიკს ერთ ხუთში ყრიან იგი უნდა წარმოგიდგინოთ დაძმა ბედიები, სოფო და ბორისი. ესე იგი, ბორის, მე ცოტა ისეთი ინტრიგა უნდა შემოვაგდო პროფესიული, მაინც რომლის და არის და რომლის ძმა არის.
ნუ იმის მიხედვით ბორისის მხრიდან მაინტერესებს. სოფო ვიცი დაახლოებით რასაც იტყვი. ნუ იმის მიხედვით რომ ასაკით უფროსი მე ვარ, წლით და 2 თვით, ხა ის არის ჩემი და ვენაცვალე ძალიან მიყვარს და პირიქით აი ძალიან მიამაყება რომ ასეთი მაგარი დაიკო მყავს. ძალიან საყვარელი ადამიანია, კაი პიროვნებაა პირველ რიგში, ну მომღერალი კიდე შესანიშნავი და ძალიან კარგი და მეამაყება და აქ არაფერი დაბკოლება არ მაქვს პირიქით, მეამაყება. მოდი აი კონფლიქტები თუ მოგდის, ახლა თქვა კონფლიქტები უფრო ბავშვობაში ქონდა. თუ მოგდიოდათ ხო ბავშვობაში? ბავშვობაში უფრო ქონდა ხოლმე, ანუ ეხლა ყველაფერზე თანხმდებით? ეხლაც არა, მაგრამ უფრო მეტად კი, უფრო მეტი შეთანხმებები არის უკვე ხდისად. აი სიმღერასთან დაკავშირებით თუ მოგსვლიათ. აი კონფლიქტი რომ აი ვიცი რა არის ერთმანეთს მისცეთ შენიშვნები ამას უკეთესად ასე გააკეთებ ან რაღაცა და მე ხო იცი შემოქმედებითი წვა ისეთი რამ არის მე მიდის ერთმანეთის ჩახოცვაზე. ხო, არა, ჩახოცავდა ეგეთი რამე არ ყოფილა, მაგრამ რა აი არის სიმღერა თქვა სამე კონცერტზე, მაგალითად აი სიმღერა უფრო კარგი იქნება, უფრო კარგად წავა, მეტი ის ექნება წარმატება და ესე ურჩევთ ხოლმე ერთმანეთს და რა ვიცი, ბევრჯერ დამხმარები არჩევაში ყველაფერი და მადლობელი ვარ და ახლა მადლობა გეუბნები. რომელი უფრო დამთმობი ხართ? ცირა საშინელ კითხვებს. ხო, ძალიან რაღაცნაირი კითხვებია, მაგრამ მზად ვარ ყველანაირად. ისეთი გამოცდილება გაქვს, ხა ანდრის კითხვას თუ ვერ უპასუხებ. იცი რა, ჩვენ ვიზდებოდით ტყუპებივით. ჩვენშიც ესე წელიწად და 2 თვეა განსხვავება, ბორიკო უფროსი და მე 5 წლის შემიყვანეს ის 6 წლის რომ ერთ კლასში ერთ მერხზე, ერთი დავალება, ერთი სერია, ერთი ყველაფერი, ერთი გვეკეთებინა და ბავშვობიდან რაღაცა მოვდივართ ესე ტყუპებივით და მართლა ფანტასტიკური დაძმობა გვაქვს და ერთადერთი რაზეც შეიძლება მართლა არ ვჩხუბობდეთ ანდრი არის ჩვენი შემოქმედება, სიმღერა. კიდე რაღაცა ცხოვრებისეული რაღაცა. ვიცი რა, მათ თანხმდებით, ორივე ხარ კარგი მომღერალი. ხო და რაღაცა ერთმანეთს კარგად ვგრძნობთ, ხა საბას თქმის არ იყოს დაძმა, ძმები, რაღაცა სხვა, კიდე სხვა კავშირი. თუ ერეო და შენს ასე თქვათ პირად ცხოვრებაში, ხო აი ასე დროს ხო ძმარო რა რუსთავდა, აი როგორ ხდებოდა, როგორ გათხოვება რომ გადაწყვიტე რა იყო მისი რეაქცია. იცი რა, სანამ მამა ცოცხალი იყო. აი მოგადგა თუ არა ლახვარით ხელში. სანამ კი იყო ეგ მომენტებიც ლახვარით რომ მოძრაობდა, 6 საათზე სახლში უნდა ყოფილიყავი და სადაც მივდიოდი ყველგან მელოდებოდა. მახსოვს სტუდენტობის პერიოდში პირველი ცვლა იყო, მე მეორე ცვლა ვიყავი და მთელი დღე დილიდან საღამოს ჩემი მეორე ცვლა დასრულდებოდა, იქამდე მელოდებოდა. ნუ მეთქი წადი შულო ჭამე, საჭმელი მეგობართან გაიარე რაღაცა, დამაცალე ცხოვრება მაცალე. აი რაღაცა ძალიან ყურადღებიანი იყო სულ. რაც გავთხოვდი იმის მერე ესე თქვა დაისვენა, ხო. სოფო ახლა ესეთი დიდი ვარსკვლავი არის ნამდვილად და მის გარშემო სულ არის ატეხილი ხოლმე, აი გარცეცხლში ატარებენ კარგი, ცუდი, ყველაფერი. ნუ ეს თანმდებია ყოველთვის, როდესაც ადამიანი არის ძალიან პოპულარული, ხო, ეს ყველგან ასე არის და თუმცა მაინც ოჯახის წევრისთვის და ახლობლისთვის უფრო საწყენია ხოლმე ვიდრე თვითონ იმ ადამიანისთვის ვიზეც მაგალითად რაღაცა ცუდ კომენტარს წერენ დაუმსახურებელს. აი ძმის რეაქცია როგორია, შეეჩვიეთ თუ არა ამდენი წლის განმავლობაში ამას და თუ გაქვთ ხოლმე რაღაც ესეთი რეაქციები. თავიდან ძალიან ბრაზდებოდი კიდევაც და 1-2-3 ადამიანს მიუჩინე თავისი ადგილი ძალიან კარგად. მე რომ მივხვდი ეგეთ ადამიანებთან არა აქ ჯგუფს აზრი, იმიტომ რომ მაგათავში მაინც არაფერი არ შევა და ამიტომ საერთოდ ისა მაქვს რა ქვია იგნორს ვაკეთებ. იგნორი ამ ბოლო დროს უკვე ესე იგი იგნორს. ხო, ნამდვილად ასე ჯობს ახლა ვერც მოერევი. თავიდან ნამდვილად ქონდა და ღიზიანდებოდი ჩემი და ამის გამო თავსაც კი დავდებ რაზეა საუბარი, მაგრამ როცა ახლა არ გამოდის ადამიანს რომ არ გინდა ეს პირთვის შევაცმები არ გინდა ნუ თუ არ მოგწონს გენაცვალე მოდი რა გადაართე პოლიტი არსებობს და გადაართე ხო რატო უნდა ისე ხო მეც არ მომწონს მაგრამ როგორ ვიკადრებ რომ იმას გავლანძღო ან რაღაცა გავაკეთო ხო არასწორია ესა რა ორივესთან მექნება ასეთი შეკითხვა რა არის ის რაზეც დღემდე აი ვერ თანხმდებით აი ვიცოდი რომ კიდე ინტრიგა მეკითხვა რაღაცა იცის და უთხარი რაზეც ვერ თანხმდებით და მოეფერე ამ ხალხს რა გეტყვი რა მოიყვანე ცოლიო აი ეს არის ზუსტად მე კიდე ვამბობ რომ გასო შემიყვარდება და მოიყვანთ ხო და ეგაა და დააჩქარებთ ორი ასაკი გემატებო წეგავს საუბრობდით მაგაზე სანამ დაიწყებოდი ორი ამას საკში უკვე მხოლოდ საკუთარი თავი გვიყვარდება ასე რომ დიდი იმედი ნუ გეკნება
როგორი ბიძაა? ბორია და ისე გაცნობს ხოლმე კანდიდატურებს, რომ დააჩქაროს პროცესი, ეხდება ეგეთი რა. არ მაცნობს, იმიტომ რომ თვითონ თქვა, რომ თვითონ იპოვოს და თვითონ ნახოს ეს ყველაფერი და სწორიც არის ეგრე. როგორი ბიძაა? ძალიან თბილი, გადაყოლილი ბიძაა მართლა და მართლა კარგი მამა იქნება და მე იყვანა რა იქნება, შენი შვილიც ჩამახუტე. აი პოზიტიური დისკრიმინაცია. ხო, შეიძლება, მაგრამ მართლა გუწელად. როცა უნდა მოიყვანს. კი ბატონო და მართლა შევაწუხეთ ამ ბოლო დროს ჩვენს ოჯახმაც და ზოგადად ყველამ, სადაც მიდის ამ კითხვას უსმევენ და ალბათ ძალიან მომაბეზრებელია. რა სანქცია უნდა იყოს მაგ კითხვაზე მოვითხოვ მაგას მივახცე. ვიცი რა, თავარია თვითონ იყოს ბედნიერი, როგორც უნდა ისე იყოს, თავარია დიდხანს იყოს და ბევრი იმღეროს და გაგვახაროს, აი ეს. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. დღევანდელ გადაცემაში ასევე გვინდა ვთხოვოთ მუსიკალური ნომრის შესრულება დაძმას, მშვენიერ დაძმას, სოფოს და ბორის ბებიას. ჩემთან ახარ არ მშორდები მონატრებით მაგონდები შენი მზით გამათბო დაბრუნდება ის დღეები ისმის ჩვენი სიმღერები არასდროს არ დაგთმო შენი გზები ვგოცნო საქართველო დაგილოცო არ წავსულვა დავბრუნდები ისე ქარის ზღვიდან მონაბერი სიყვარულის ხმაზე მღერის იცის ერთად უნდა ვიყო ჩვენ სვის ნაპირებს შეგისრულებ დანაპირებს ერთად ვართ ქართველნი საქართველოს სადიდებებს ვიცი ისევ რომ ვიმღერებთ ვერ შეგვცვლის შენ გებუდნის შენ გაშუქებ ჩემი გული არ გამქრალა ის დღები მახსოვს მინდა ერთად გავიხაროთ ზემთვარეს თანავიდანო
მე სიამოვნებით გადავალ ძმებ გილიგაშვილებთან ჩვენს ძალიან ახლო მეგობრებთან და ოჯახის წევრს დავარქმევდი ნამდვილად უკვე ნათესავებიც ვარ და როდესაც დათუნა შემოვიდა ჯერ გამიკვირდა ის როგორ დაითანხმა თქო იმიტომ რომ ვიცი რა დათუნას ზოგადად მიდგომა და დამოკიდებულება და დიდი მადლობა რომ ჩვენს გადაცემაში გამოყევი გიორგის და მომიწვევთ ამპათია როგორც ჩანს დიდი ხანია არ მინახი ხარ იმიტომ რომ ძალიან გავხართ ახლა ერთმანეთს და თან ვფიქრობ რომ მამას ბატონი ალექსანდრეს აი კოპიო აი ზუსტად რა ანუ აი მისი ახალგაზრდობის მე ფოტოები მაქვს ნანახი და ძალიან გვიხარია რომ დღეს ხართ ამ თემით წარმოდგენილები რადგან თქვენი დედმამიშვილობის შესახებ აქედან რა თქმა უნდა ნუციკოსაც და მარიამს მოვიკითხავ დადის ლეგენდები თქვენს ურთიერთობაზე და განსაკუთრებით აი გიორგის დამოკიდებულებაზე რადგან უფროსი ძმა არის დათუნა აი საინტერესოა უპირველეს ყოვლისა რომ გვითხრა იმიტომ რომ გიორგიზე უფრო მეტი რაღაც ვიცით მაგრამ აი რა იყო ის ოჯახური ესე ვთქვათ კოდექსი რაც მე ვიცი მამას დამოკიდებულება ზოგადად რასაც უსიტყვოდ ყოველთვის ეთანხმებით და იზიარებთ იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრი განსხვავებული აზრიც და შეხედულებაც გაქვს გიორგისთან მიმართებით და ამაზე ვისაუბრებთ კიდევაც ალბათ ყველაზე დიდი კოდექსი რაც არის მშობლებმა რაც გვასწავლეს ქრისტეს მიერ სიყვარული არის და დედამ და მამამ ქრისტეს ჯარისკაცებად გაგზავნეს რა და აქედან გამომდინარე ჩვენი ერთადერთი კოდექსი ალბათ ანუ ეგ არის რაც დედამ და მამამ გვასწავლეს და ჩვენც რო გავიაზრეთ და მივხვდით რომ ეს გზა სწორი არის ჩვენი გადმოსახედიდან ნუ ყველას თავისი შეხედულება და ინტერესი აქვს და თავის ცხოვრების სტილი ჩვენი კოდექსის ალბათ ეგ არის რა სიყვარულზეა დაფუძნებული და მეტი არაფერი იმიტომ რომ ცხოვრებაში მაგის მეტი არაფერი შეგვჩება ამ კოდექსში ალბათ არ იყო თავიდან წლების წინ ჩადებული რომ თქვენი ოჯახი ასეთი პოპულარული გახდებოდა ხო? ხო მართლა იყო ჩადებული? იყო, კი. მართლა? და ანუ შენ ამ კოდექსს მიყვებოდი ესე იგი იმიტომ რომ შენით მოხდა ეგ გარდატეხა რეალურად ფართო მასებისთვის ხო? და ეხა როდესაც დათუნა საუბრობდა სახეზე უყურებდი გიორგის როგორი ხო რა თქმა უნდა ამაყი სიჩუმით იჭდა და ნამდვილად საამაყო ეს ყველაფერი გარეგნული მსგავსების მიუხედავად განმასხვავებელი რა გაქვთ როგორ ფიქრობ ალბათ რამოდენიმე უყურებ შენ ესე მავნეჩვევას თუ არ ჩავთვლით ჩემს პირადს დანარჩენი ალბათ საჭმლის გემოვნების გარჩევა, თორე ერთ გზაზე მივდივართ მე ესე ვთვლი და ესე მიმაჩნია. დიდი მადლობა დავით, დიდი მადლობა პატივისცემით ჩემო საყვარელო ოჯახო, პატივისცემით ჩემო საყვარელო პატივისცემულო ქართველებო. მე აქ რომ მოვდიოდი მართლა დიდი ხანი დამჭირდა დავითის დათანხმებაზე და მადლობა ძმაო რომ გვერდს მიმაგრებ. მე მინდა რომ ჩემი აქ ყოფნით კიდევ ერთხელ საყვარელო ძმებო და დებო დავადასტურო ოჯახური იდეის როგორც ინსტიტუტის პატივისცემა და მთელს დედამიწას დღეს რაც აკლია ეს არის მყარი ოჯახები ეს არის სიყვარულის კოდექსზე ქრისტეს მიერ სიყვარულზე დაშენებული ოჯახები სადაც სიკვდილი ვერ იმარჯვებს სადაც ერთმანეთს ეფარებიან ერთმანეთისთვის მსახურებენ და ერთმანეთისთვის ცხოვრობენ მე მინდა რომ მადლობა უთხრა დედა ჩემს და მამა ჩემს სახალხოდ აი ამ კოდექსისთვის ჩემო ირაკლი შენის კაცი ხარ და აქ მყოფ თითოეულ თქვენთაგანი რომ იმ დედისა და მამის გაზრდილნი ხართ ეს არ გესწავლებათ თქვენ პატივისცემით ასევე მოგმართავთ ყველას და მე მინდა რომ უბრალოდ ვისურვო აი ხლა რაც ჩემმა ძმამ ნოემ შემამჩნია ჩემი ძმა რო საუბრობდა ის სიამაყე და სიხარული გულში მე მინდა ვისურვო თვითოული ჩვენთაგანისთვის ხვავად და მრავალჟამიერ ჩვენს დაძმობას ჩვენს დაძმებს და გავღმერთიანდით დიდი მადლობა არაფერი მაქვს სათქმელი ერთიც უნდა კითხო ხოლმე ანუ მე ვიცი რომ ჩვენ ხშირად საუბრობთ სხვადასხვა თემებზე მაგრამ აი როდესაც რჩევას აძლევ რამდენად მარტივად იღებს შენს რჩევებს და თუ ითვალისწინებ ან აძლევ რო რჩევებს აძლევს რჩევებს ვაძლევ ჩემო ირაკლი და როგორც ინი და იანი თავად უყარს ეს მაგალითი ისე ირეკლავს და განსხვავდება
მსგავსად ხისტად არავინ არ მპასუხობს დედამიწაზე მე როგორც ჩემი დათუნა, მაგრამ როდესაც სათქმელია და როდესაც მოსაქნევია მახვილი ზუსტად ისე იქნებს წინა პარმა როგორც დაუბარა და მე როგორც უფროსმა ძმამ ვურჩიე და ვუთხარი, ასე რომ წესის გამგრძელებელი ანუ არის აქნევი მომენტები? ჩემ პირში სულ შებმულია გოლიათივით და ფალავანივით, მაგრამ როგორც მე გამწდება სადმე იქით სხვა მხარეში რატო გითხარი აი გიორგის რატო ელაპარაკო როგორ შეიძლება გიორგის დაელაპარაკო ხისტად ანუ ხეშად ზუსტად მთელი მუღამიც მაგაშია რა რომ ერთმანეთის მიმართ იმდენად სიყვარულით ვართ შემკულები რა და იმდენად გვინდა რომ ჩვენ ერთმანეთი იდეალურები იყოს ანუ ჩვენი თვალით დანახული ანუ ჩემთვის გიორგი არ არის მარტო ძმა ანუ გიორგი არის მამაც, ძმაც, ძმაკაციც, მამაოც, ანუ ყველაფერი რა, ანუ ძმასთან სხვა დამოკიდებულება აქვს ყველას. ბევრჯერ ჩემი ესე ვთქვათ, ჩაბარებული აღსარება ჩემი ძმის მიმართ, ანუ ყოველ მეორე მესამე დღეს ხვირწი მხდებოდა რა, ანუ აზრი არ ქონდა იმენა რეალობას ვერ გაექცევით ხალხო რა, ანუ იმენა აზრი არ აქვს. ანალოგიური არის გიორგისთანაც, ანუ თუ მე ეს შეკამათება შერკინება, ანუ რაც გინდა დაარქვით, ეს თუ არ გამიცადეს სხვა, ანუ სხვასთან ის უკვე მზად იქნება ამ ყველაფრისთვის, რა, ეგ ერთი. თან ჩემი აზრი ყველაზე გულწრფელი არის, ანუ მე არასდროს არაფერს არ ვუმალავ და ყველაფერი ადამიანს შემიძლია პირისპირ უთხრა. უბრალოდ შევეცდებიო თუ არ მინდა რომ გული ვატკინო, არ ვატკინო. ზო, მეტი არაფერი რა. აი თქვენ დებზე მინდა კითხოთ არაჩვეულებრივი დები, ულამაზესები, ნიჭიერები. რომელ ძმას აქვს იმისი პრივილეგია, რომ თავისი საიდუმლო გაუმჟღავნონ. და მე არ მჯერა, რომ როდეს აი ესე იზდებიან, რომ არასოდეს ერთმანეთთან არ უჩხუბიათ. აი როცა უჩხუბიათ, ან ჩხუბობენ, როგორ აშვერებთ თქვენი ფალავანი თუ ფავორიტი თუ ყავს დანაწილებული, რომ ეს მე ამისიანი ვარ, ის იმისიანი და ასე ვთქვათ, რომლის პროტეჟია. ანუ ზოგადად ჩვენ ოჯახში არასდროს არაფერი არ იმალება. ეს დაუწერელია რა. მე ოჯახებში ეგრეა ხოლმე. ანუ იმენა არ იმალება. არა, ზოგადად აი ხო არის აი დადას უყვება და ძმა ძმას. ანუ არა. ჩვენთან ყველა ერთია. საერთო განხილვა არა. იმენა აზრი არ აქვს, მაგრამ ეს გაყოფა რატომაც ისე ჯდება ხოლმე, ანუ ჩემი აზრით ეგეც ჩანს ისე რა, ანუ მე და მარი კულისებს მიღმა, გიორგი და ნოცა კიდე კულისებში და თქვენ სცენაზე. ხედავ როგორი გაყოფილი. ხო ხედავ, ესე იგი სწორედ დავსვი კითხვა. გიორგი, ეხლა წარმოგიდგინე ის მომენტია, როდესაც ეხლა შენ როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის, ამ შემთხვევაში მთელი ფოკუსი შენ ძმაზეა, გამომდინარე იქიდან, რომ პირველად არის სტუდიაში და არის კიდეც ჩემზე საინტერესო კაცი, იცოდეთ. ჩვენ თითოეულ ჩვენგანშიც ეს ინტერესი, რა თქმა უნდა, ჭარბად არის. დაგვიხასიათე როგორია? უხასიათო. ეს ერთი სიტყვით? თუ დახასიათება გინდა უხასიათო. რაზე დაობთ ხოლმე? მაგალითად მშვენიერებზე არ დაობთ? გემოვნების თვალსაზრისით, სხვათა შორის თუ მშვენიერებს ეხება, აქ თანხმდებით. თანხმდები? დიახ. და სხვა შემთხვევაში, რაც მე მომწონს, ნიშნულობა არ აქვს, მას ის არ მოსწონს. რაც არ უნდა მოსწონდეს, იგი არ აღიარებს, რომ ის მოსწონს. და პირიქით იგივე რა? ვითომ? ახლა ამას თვითკრიტიკაც არ აქვს, შეხედე? რა კადრია? მზრდის ძმა და ალბათ იმიტომ არის ასეთი ხისტი ამას ვამბობ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა დავით. და თიკა და ია, ჯამბურიები, დაიკოები, შვენიერები, გოგოები, ხო. აბა თქვენ გამოტით ვის ჩაგრავდით სათორე კარგები და გადასარევი ყველა გაპრაზ სანამ თვითონ იტყვენ მე მგონია რომ საერთოდ აი თიკა ოჯახში რაღაცა ისეთი აი ბამბის ქულაში გაზრდილი გოგო ხო ასეა არა იმიტომ რომ მე მგონი რომ ყველაზე უმცროსი პატარაა ძალიან რამდენი ხართ ანუ თქვენს გარდა კიდეა კიდე ერთი დავყავთ და რაღაცა შვილი ვიტყავთ გაზრდილი ასე ვიცი მე და მოდი ახლა მოხები ეგ და ეჭვიანობის განცდაც არ გქონია არას ანუ შვილი ვიტყავს ფაქტიურად როგორც მე როგორ ვასეირნებდით როგორ ვკამათობდით იმაზე რომელი ეთამაშებოდა რომელი გაასეირნებდა და ასე შემდეგ
ჩვენ თვალწინ გაიზარდა. მე 13 წლით ვარ უფროსი, ნინო 9 წლით. სინამდვილეში მე მგონი მე ვარ მათ შორის ყველაზე პატარა, იმიტომ რომ ეს ორი გოგო მთელი ცხოვრება ჩემზე ზრუნავს. და სხვათა შორის თიკამ ერთხელ ჩემს ინტერვიუში თქვა, რომ პირიქით თქვა, რომ ჩემზე ზრუნავენო და ბევრი ქარტეხილი თუნდაც ხო ცხოვრებისეული, აი რომ არა ჩემი ოჯახი და ჩემი დებიო ესეა კონკრეტები და აი შეიძლება ესე ვერ გამევლო და ყველა კარგი თვისება ჩემი და ეს ცხოვრების სიხარული დამსახურება ჩემი ოჯახისა, იმიტომ რომ იმდენად სიყვარულში და ამ სილაღეში გავიზარდეო, რომ აი დღემდე ეს ყველაფერი მას აქვს თან. აბსოლუტურად განსხვავებულები ვართ სამივე. ახლა შეხედეთ ეს მესმის რომ ახლა ინტერვიუებში ყველა გადასარევები ხართ. ჩვენ გვაინტერესებს სად იყო კონფლიქტი. სად იყო ამ სიტუაციაში ხინჯი. არ იქნებოდა. რაიც? მაქსიმუმ თიკას ესარგებლა. ერთადერთი მე ცოტა ბუტია ვარ და მეორე დღეს ან მესამე დღეს დამირეკავს ხოლმე რომ როდის უნდა შემირიგდე ახლა? თიკას ავიწყდება წენა წამებში. აი კვებაში როგორი ბავშვი იყო? ეხლა რო ეს რესტორნებში ტრიალებს, ამზადებს, ამაშვება, იმაშვება. ეს კულტია ოჯახში, აი ყველა დედა არის საუკეთესო მზარეული. ჩვენი შუათანადაც არაჩვეულებრივი დიასახლისია და საოცარი ხელი აქვს, ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს და ნუ არ ვიცი, სულ მთელი ბავშვობა იყო ხოლმე, რომ დღესასწაულები იყო, სულ სუფრები იყო. მეგრულ ოჯახში მშობლების მეგობრები იკრიბებოდნენ, სუფრის გადაფენის კულტი. კონფლიქტი არასდროს არ გქონია. პირიქით, აი რაღაცნაირად ეს არის ადამიანი, რომელთანაც თავს ვგრძნობ ყველაზე კომფორტულად. ია არის ჩემი სახლი. ახლა მესამე და სარეწინება. მესამე და ქალღმერთი გყავს ჩვენ. თვითონ ესე. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მოკვდავები და მესამე და ქალღმერთია. გასაგებია. ქალღმერთია შუათანა და ის არის ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე განსაკუთრებული და საუკეთესო. და ჩვენც ასე ვთვლით, რომ ესეა. არავინ არ ვიდავებით ამაში, ანუ არ მაგარია. და ეს მუსიკალური თვალსაზრისით მინდა რომ მკითხოთ. თუ გიცდიათ რა დებს, მათომაც გონია რომ ყველას კარგი სმენა უნდა კონდეს და კარგი ხმა რომ ჩაგეწერათ რაღაცნაირ ტრიო. ერთხელ ეს რაღაც ძალიან დიდ და ესეც საინტერესო სუფრაზე მოხვდით, სადაც ქართული ხმები მღეროდნენ და უყვარს გიჟდება სიმღერა, მუსიკა ძალიან უყვარს და ეს ბიჭები ესე მღერიან თელ ხმაზე რაღაც არაჩვეულებრივ სიმღერას და ია აყვა ძალიან ხმამაღლა ამ ბიჭებს და რაღაც ხვდები რომ ძალიან უხერხული სიტუაცია არის შექმნილი და უცებ ერთ-ერთმა გამოხედა და ვაიმე ქალბატონო ძალიან გთხოვთ იქნებ ცოტა ხმადაბლა იმღეროთ იმიტომ რომ ძალიან გვაწუხებთ ანუ იმდენად უსმენო არის იმდენად უხმო არის ანუ საერთოდ ანუ აი თუმცა რისკიანი რისკიანი უნდა და გულით აყვა და რა ეკნა მაგრამ შუათანა და კარგად მყერის რა არის ის თვისება რაც თიკასგან არ ჩანს ეთერში და აი არ ვიცით საზოგადოება და რა ჩანს კადრს მიღმა ოჯახში აი მაშინ როდესაც სახლის კარი იკეტება და აი დასთან რჩება დებთან რჩება და აი როგორი ხდება ის თიკა რომელსაც თუნდაც შეიძლება ბევრი წყენა აქვს ბევრ საკითხებზე ვიცით და არ მოვყვები ხომ ჩვენი სოციალური ცხოვრება ისეა დღეს მოწყობილი რომ აი ადამიანური თიკა როგორია სახლში აი ვერასოდეს ვერ დავიდახავ ალბათ თიკაში უარყოფით იმიტომ რომ ეს გოგო ნამდვილი დღესასწაულია იმიტომ რომ ჩვენ ერთად მოგზაურობთ სულ ერთმანეთს იმდენად ვავსებთ ერთად დავდივართ გასართობად ერთად ფაქტობრივად მისი ეს ახალი წამოწყებაც რაშიც დაიწყო 1 წლის წინ ჩვენ ყველა ძალიან მივეხმარეთ და ყოველდღიურად ფაქტობრივად ერთად მუშაობთ და მე მასში ვერასოდეს ვერ ვხედავ ხოლმე იმდენად ლაღია თვითონ ბუნებით რომ წყენა წამობრივად გადასტის გაზდის არც ბრაზდება თუ გაბრაზდება ავიწყდება ახლა კი სცენაზე მინდა ვთხოვოთ თიკა ჯამბურიას რომელიც შეგვისრულებს სიმღერა შენი და ასე სად
საკმაოდ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა, იმიტომ რომ აი თუნდაც აქედან ამ ნაწილიდან ჩემთვის ყველას მოსმენა იყო ძალიან საინტერესო და ბევრი სიახლეც დავინახეთ. რაც მხოლოდ გვიხარია რა არის იმაზე უკეთესი, რომ ადამიანებს ყავდეთ თავიანთი დედმამიშვილები, ვისი იმედით ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქართული დემოგრაფიისთვის. რაც მეტი იქნება ოჯახში დედმამიშვილი, მით უფრო ბედნიერი იქნება ჩვენი ქვეყანა, რასაც ყველას გულწრფელად გისურვებთ აწმყოშიც და მომავალშიც, მომავალსაც შეეხება მომავალ კვირას დაგიბრუნდებით შემდეგ 4 შაბათს, ზუსტად 22 საათზე, ასე რომ დროებით.